დღეს გადაცემაში ნახავთ. გასინჯე ხა ეს თუ კარგია მე წავა გადაცემდე დაჭიშე. მარუსა სუშარზეა. ლაპარაკი დამაცადე კულტურა ელემენტარული რა. აი მე მარუსკა კულტურას მე ვერ მასწავლე ჩემო საყარო ძალიან. არი ნერვიულოდ. თქვენც ხომ უნდა წააგო. დღესასწაული ჩემთვის არ მოაქვს. შენ არა შეიძლება ჰელოვინზე როგორ არ გწყვეტი? რა გამოვიწერეთ და თემუდა რა ჩამოგვიე. ესა ცუდი ტორტი. ნიკუშა ამისით გაჭრად გეშინია? არ გაშინებთ? და ის ქუჩების ლიგა და აკვარი. ავთანდილ ცეცხლაძე. კეთი სალატაია. მოგესალმებით შეფების ლიგაში. გუნდური ბრძოლა გამარჯვებისთვის გრძელდება. ვარ საბრძოლო განწყობაზე. პროექტში მონაწილეთა რიცხვი განახილდა. დარჩით მხოლოდ 9 მონაწილე და თამაში სულ უფრო საინტერესო ხდება. ყოველ მომდევნო ეტაპზე რთულდება დავალებებით და დღესაც საკმაოდ რთული გამოცდა გელით. დღეს თქვენ უნდა მოამზადოთ შეფების ლიგის სპონსორის საკონდიტრო კომპანია ბონასერას დავალება. თუმცა სანამ დავალებაზე გადავალთ, გეტყვით რომ დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბონასერას საკონდიტრო სკოლის ხელმძღვანელი შეფ ნიკუშა მანაგაძე. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. წინ საკმაოდ საინტერესო დავალება გელით. დღეს თქვენ უნდა მოამზადოთ სადღესასწაულო ტორტი. სადღესასწაულო ტორტი. ტორტი ცხოვრებაში არ გამიგეთებია. არ ვიცი როგორ გავაკეთე ტორტი, თუ გინდა სიმართლე. სანამ მზადება შეუდგებით, შეფ ნიკუშა თავად ჩაგიტარებთ ტორტის მომზადების მასტერკლასს და გასწავლით ყველა საჭირო ტექნიკას. ამისათვის კი უნდა ესტუმროთ ბონასერას საკონდიტრო სკოლას. სად ხართ მასტერკლასისთვის? სად ვარ? მაშინ წარმატებებს გისურვებთ. We gotta turn big dreams into action. We gotta mix action with the passion. Time short, no time for relaxing. Be the first in, last out, make it happen. We gotta turn big dreams into action. We gotta mix action with the passion. Time short, no time for relaxing. Be the first in, last out, make it happen. მოვედით ბონასერას სკოლაში ტორტის მასტერკლასზე. მზად ხართ? ზადო. ემრიელი ტორტის გამოსაცხობად. წავედით. გამარჯობა. მოგესალმებით ბონასერას სკოლაში. მე ვარ ნიკოლოზ მანაგაძე, სკოლის ხელმძღვანელი. ეს არის დავით ყურაშვილი, ჩვენი ტექნოლოგ კონდიტერი. და დღეს როგორც იცით, უნდა გავაკეთოთ სადღესასწაულო ტორტი. და იყავით ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ ბევრი ტექნიკური სიზუსტე უნდა განახოთ, რაც აუცილებლად თქვენ ყურადღებას მოითხოვს. გთხოვთ მოირგოთ ბონასერას წინსაფრები და დავიწყოთ. ეხლა ჩვენი ტექნოლოგ კონდიტერი განახებთ თუ რისგან შედგება ჩვენი სადღესასწაულო ტორტი. მოგესალმებით, ჩვენი ტორტი შედგება ნაზი ბისკვიტით, ორნაირი კრემით, შოკოლადის და ვანილის და გარედან მორთულია ნაღების კრემით. პირველ რიგში ვიწყებთ ბისკვიტის მომზადებით. ბისკვიტისთვის ვიყენებთ მასტერ მარტინის დანამატს, რომელსაც ქვია პანდისპანია. 250 გრამი პანდისპანია და 350 გრამი უმაღლესი ხარისხის ქვილი. ზოგადად საკონდიტროში გრამაჟების სიზუსტე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ დაიცავეთ სრული სიზუსტე და იმეგობრეთ სასორთან, რადგან ეს თქვენი გზამკვლევი იქნება ამ შეჭებში. 600 გრამი შაქარი, იმისათვის რომ ჩვენი ბისკვიტი იყოს ნაზი და სველი, ვიყენებთ მასტერ მარტინის სცენარეულ კარაქს, რომელსაც ქვია ჯოია. დაგჭირდება 300 გრამი. ეს სცენარეული კარაქი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დანამბის საჭიროება აგარიდოთ. იმდენად ნოტიო ბისკვიტი გამოდის. ეხლა ჩვენი პანდისპანიის მასას უნდა დავუმატოთ ჩვენი ჯოია.
შემდეგ ვამატებთ 650 გრამ კვერცხს. 50 გრამი წყალი უნდა დავამატოთ, რაც ბოლო ინგრედიენტია და დავიწყოთ ათქვეფა, რომელსაც დასჭირდება დაახლოებით 10 წუთი. ჩვენი ათქვეფილი ბისკვიტის მასა უნდა იყოს ჰომოგენური, გაერთიანებული და ჰაეროვანი. ამ შემთხვევაში დავითმა ჩართო როგორც ხედავთ დაბალ ბრუნვაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის და შემდგომ მოუმატა, იმიტომ რომ შიგნით მასა უკვე გაერთიანდა და არლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მაღალ სიჩქარეზე დაატრიალოს. დაახლოებით 7 წუთი ჭირდება. ჩვენი ბისკვიტი ამოვიდა, მომზადდა. აერაცია მოხდა ბისკვიტის. ჩვენი მასა არის ესეთი. და რადგან ჩვენ ჯოია დავუმატეთ, ჩვენი მასა არის ტრანსფორმების გარეშე. და ეს უფრო რა თქმა უნდა გამთელი ბისკვიტი გამოვა და ძალიან გემრიელი. წელვადი არის, თხელი, თან ამოსული და ძალიან ფაფუკი. ჩვენი მზა მასა უნდა ჩავასხათ ყალიბებში, გამოვიყენოთ პერგამენტის ქაღალდი. გამომწვარი ბისკვიტი უნდა გაჭრათ 3 ტოლ ნაწილად. ღუმელში 170 გრადუსზე. ჩვენი სადღესასწაულო ტორტისთვის დაგჭირდება შოკოლადისა და ვანილის კრემა, რისთვისაც დაგვეხმარება მასტერ მარტინის ინგრედიენტი როიალი, რომელიც არის მოხარშული კრემი სწრაფი მომზადებისთვის. დაგჭირდება 400 გრამი. ამ კრემის მოსამზადებლად ჩვენ დაგჭირდება მასტერ მარტინის 200-ის თხილის მცენარეული რძელი. და ეხლა 400 გრამ როიალს დავუმატებთ ლიტრად ცივ რძეს. ხელით მოვერევ და შემდეგ დაახლოებით 3-4 წუთი მაღალ სიჩქარეზე ამოვიყვანთ მიქსერში. მიღებულ მასას ვამატებთ 300 გრამ გურმე გოლდს. ეს არის ნახევრად მცენარეული, ნახევრად ცხოველური მასტერ მარტინის იტალიური ხარისხის ნაღები, რომელიც მოგცემს უფრო ჰაეროვან ტექსტურას. გურმე გოლდის დამატების შემდგომ დაახლოებით 3 წუთი უნდა ურიოთ. ჩვენ როიალი ამოვიდა. ძალიან ჰაეროვანი, ლამაზი და გემრიელი. ჩვენი ვანილის კრემი მზად არის და ამ შემთხვევაში გადავუღებთ ახლა კარაველას, კრემ კაკაოს და მივიღებთ შოკოლადის კრემს. ასე რომ ძალიან მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ 2 კრემი დაახლოებით 5 წუთში. ავიღებთ 500 გრამ ვანილის კრემს და დავუმატებთ კრემ კაკაოს. არის მასტერ მარტინის პროდუქტი. 500 გრამს დაჭირდება 50 გრამი, ანუ 10%. ჩვენი შოკოლადის კრემიც მზად არის. როგორც ხედავთ, ჩვენი ბისკვიტები გამოცხვა და ეხლა სამფერეთმა გავჭრათ და შიგთავსი დავკრებოთ. ერთი ვანილს, ერთი შოკოლადს. ნახეთ როგორი სველი ბისკვიტებია. როგორც ხედავთ, 3 თანაბარი ფენაა და შეგვიძლია შეუდგეთ აწყობის პროცესს. პირველი ფენა წავა შოკოლადი და შემდეგ ვანილის კრემი. მობრძანდით და კარგად უღურეთ. ეხლა უკეთებთ ვანილის კრემს. ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური სიზუსტე ამ შემთხვევაში ფენების და კრემის რაოდენობა. მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს შეფასდება ძალიან კაცრად. ან დაახლოებით იმდენ კრემს აკეთებთ თვალის ზომით, რომ დაახლოებით ბისკვიტის სისქე იყოს. დაახლოებით 20 წუთი უნდა მოვათავსოთ მაცივარში, რომ სტაბილიზაცია გაიცნოთ ჩვენმა კრემმა ბისკვიტთან ერთად. სანამ ჩვენი ტორტი ისვენებს მაცივარში, უნდა გავაკეთოთ მოსართავი კრემი. ჩვენი ტორტის მოსართავად დაგჭირდება ნაღების კრემი, ვიქტორია და ასევე გურმე გოლდი და ვანილის პასტა. 500 გრამი გურმე გოლდი, 200 გრამი ნაღები. ეს არის კონცენტრებული ვანილის პასტა და ეს უნდა გავუკეთოთ 50 გრამი, რადგან ჩვენ კრემში გვჭირდება რომ გქონდეს ეს ვანილის წიფწები. დაახლოებით 3 წუთი ვთქვებთ. მასა არ უნდა იყოს გადათქვეფილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, იმიტომ რომ თუ გადაგვეთქვიფა ნაღები, არ იქნება ერთგვაროვანი, იქნება რაღაც ხაჭოსავით. მნიშვნელოვანია რომ ეს არ დატოვოთ, ასე ვთქვათ, დიდი ხანი. ჩვენი კრემი უნდა იყოს მიყვანილი ამ სტრუქტურამდე, რომ გაგვიადვილდეს შემდგომ დეკორების გაკეთება. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის და უყურეთ ბატონ დავითს, რადგან მოგცემთ იმ დეტალს, რაც გაგიადვილებთ შემდგომ დეკორის გაკეთებას. უსმევთ თავზე და გვერდებში თხელ ფენას. ვინაიდან შემდეგ დეკორის კრემს ზოლებად რო დავადებთ, კარგად დაიჭიროს. თავარი ნიუანსი არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ახლა თაბაკი სპეციალური, ანუ ესეც გამოწვევაა თქვენთვის და მნიშვნელოვანია თუ როგორ მოჭრით. ანუ ჯერ ვჭრით სწორად და შემდეგ ნახეთ როგორ ვაჭრით. რეალურად ეს პროცესი გირთულებთ საქმეს და იმედია გამოგივათ. თავარი არის კონსისტენცია კრემის და მოჭრილი ტომარა.
თუ კონსისტენცია არ იქნება სწორი კრემის, არ გამოგივათ. ჩვენ დავასრულეთ ტორტის გაფორმება, როგორც ნახეთ. ეხლა უნდა გამოვიყენოთ ნუშის სიროპში გამოყვანილი ამარენა, Master Martin-ის პროდუქტი არის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ დეკორისთვის. ანუ ესეც სიმეტრიულად უნდა ქონდეს ჩადებული, არ უნდა ქონდეს ჩაყრილი, ლამაზად უნდა ქონდეს განაწილებული და ესეც შეფასდება, რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ, ჩვენი სადღესასწაულო ტორტი დასრულდა. ეხლა გავჭრათ და ვნახოთ, როგორ გამოიყურება ჭრილში და როგორი გემოვა. როგორც ხედავთ, ბისკვიტის და კრემის რაოდენობა კარგად არის განაწილებული შიგნით. ეს იქნება თქვენი გამოწვევა და ზუსტად ესე უნდა გაიმეოროთ ეს დავალება, როგორც ჩვენ გაჩვენეთ. ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ და ნახოთ, ვის გამოვა ყველაზე კარგად ჩვენი სადღესასწაულო ტორტი. ერთით ძალიან გემრიელია, ერთორი მსუბუქია და სიტყვაც ზომიერი აქვს. ხელი რო გავუშვა, არ დავარდება რა. დაუბრუნდი მასტერკლასიდან და დაზეპირებული მაქვს გრამაჟობა ყველაფრის აბსოლუტურად. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, შეფ ნიკუშა, ამ დავალებას ჩვენთან ერთად დააკვირდება. თავარი ამოცანაა, რომ კონკურსანტებმა ზედმიწევნით გაიმეორონ ყველა ის ტექნიკა, რომელიც მასტერკლასზე მე გამოვიყენე და შექმნან ვიზუალურად დახვეწილი და გემრიელი სადღესასწაულო ტორტი. რისთვისაც ექნება ზუსტად 1 საათი და 30 წუთი. მაშა ასე დავალება უკვე იცით, ახლა დრო აირჩიეთ შეფი, რისთვისაც გექნებათ ზუსტად 1 წუთი. თქვენი 1 წუთი ჩაისო. როგორც ყოველთვის მეც ისევ მინდა შეფობა და რა ვიცი, მე ეს ყველაფერი წესია. აუ, მას უნდა შეფობა. თუ დღეს უნდა, მაშინ მედი. აი, რა ვიცი. აი, დავითი იყოს. დიდი ხანი არ ყოფილა. ხო. თან შევარავდე ძალიან კარგად გამოგივა და ბარემ ეტას დავითი. დავით ვირჩევთ შეფად, ვინაიდან და რადგანაც ძირითადი დავალება მორევა. ხო, მოკლედ მენდეთ და არ დაგაღალატებთ რა ვიცი. რაღაც წარმატებული ბოლოს, ჩვენი. ვინ არის ყვითელი გუნდი შეფ? დავითი. ჩვენი გუნდი შეფი მიშა. მადლობა ხალხო. ძალიან კარგი, ახლა კი გაქვთ ზუსტად 1 საათი და 30 წუთი, რომ მოამზადოთ იდეალური სადღესასწაულო ტორტი. მაშ ასე, თქვენთვის განკუთვნილი 1 საათი და 30 წუთი ჩაირთო. ჩვენ ჭირდება პანდისპანია, რომ გავაკეთოთ ბისკვიტი, რომელიც უნდა იყოს ძალიან ჰაეროვანი და ფაფუი. ჭირდება ბონასერას ბევრი პროდუქტი, რძე, ნაღები და მოკლედ ყველაფერი გვაქვს. ეს შეშლა მოაიღე ბარისტას. მე და დავითი ვარ დღეს ბისკვიტზე და დღეს ყველანაირად მაქსიმალურ შედეგს დავდით რა. 648 გრამია ზუსტად. ინგრედიენტებს, რასაც მორევა ჭირდება, ამ ყველაფერს დავითი გაუწყვება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბისკვიტი ისეთი გამოგვივა, როგორც მასტერკლასზე ვიხილეთ, ანუ ისეთი ზუსტი კალკულაციით გავაკეთებთ, რომ იყოს ჰაეროვანი და ნესტიანი. დავიწყეთ ბისკვიტის მომზადება, ვიყენებთ ბონასერას პანდესპანიას, რომელშიც არის ყველაფერი ერთბაშად მოთავსებული. აქ იდეალურია დაინიშნეთ ეხლა 5 წუთი დაინიშნე 5 წუთი. კი ბატონო. კარგი, დანიშნულია 8 წუთზე ზუსტად 1 წუთში მოუმატეთ სიჩქარე ბოლოზე. ვიყენებ ფრეკენბოკის პერგამენტს და ვაკრავ ფორმებს, რომ ბისკვიტმა არ მიიკროს. დავითი ძალიან შეიჭრა როლებში, კვერცხის მორევით, ჯამი გახურდა და კვერცხმა შეწვის პროცესი დაიწყო. ხო, ეყოფა, აღარ უნდა მაგათ რო გადის. უყვარს მორევა. არა, არა. კაცი ერთი დღე მოვიდა და შეამჩნია ეგრევე, რომ დავითი ძირითადად ურევს. მე ვარ კრემზე, შიდა კრემი რაც არის. ჭირდება როიალის ქვილი. ეს არის ხალხო საოცარი პროდუქტი. ანუ კრემს ისეთ ფაფუქს და საოცრად გემრიელს ხდის, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია. მასტერკლასი რომ გავიარეთ, შემიყვარდა რა. უნდა გქონდეს ორნაირი კრემი, ვანილის და შოკოლადის. როგორ უნდა იყოს, იცი გრამაჟობა დაცული, რომ 1 გრამით მეტი არ უნდა იყოს და 1 გრამით ნაკლები. აი, ზუსტად 400-ია. ზუსტად! მე დღეს ვაკეთებ ვანილის მოსართავ ნაღების კრემს. ვიყენებთ ვიქტორიას ნაღების ქვილს და კრემს. ჩემი აზრით დიდი პასუხისმგებლობა მაკაცრია, იმიტომ რომ მოსართავი კრემი მყარი უნდა იყოს და როცა მორთავ ტორტს არ უნდა ჩამოიშალოს ეს კრემი. ვიწყებ ვანილის კრემის მზადებას, შიდა კრემის მზადებას, რომელიც არის ბაზა. მე ვიღებ ვიქტორიას კრემის პუდრას 400 გრამს, 1 ლიტრი ცივი რძე, შემდეგ უნდა გავყოფოთ ეს კრემი ორ ნაწილად, მივიღოთ აქედან შოკოლადისა და ვანილის კრემი.
სად ეს ძალიან ცოტა არ არის? 50 გრამი. რა გავუკეთე 50 გრამი? 500 გრამი უნდა გავუკეთე. ნინა. 500 გრამის მაგივრად 50 გრამი ჩავასხი ნაღები. მოდი თავიდან დაიწყე. თავიდან დაიწყე. არაფერი. ვიწყებ თავიდან ჩემი კრემის გაკეთებას. ეს ვარ შეფი და მე დღეს ვაკეთებ მოსართავ კრემს. ბონასერას ნაღები დამჭირდება, ამისთვის ავიღოთ და ნინჯას ბლენდერი, რომ დავიწყო კრემის მომზადება. ვანილი ჩავმატე? ვანილი ჯერ არ ჩავიმატებია. რატო? იმიტომ რომ არ ვიცი სად დევს. იმიტომ რომ ეხლა უნდა წავხდი და ვანილი ჩავმატე. კი. აი ოჭველი ვიცი რომ გადამიცდება ეხლა და. ოო! 50 ნაცვლად 60. ზუსტად ისეთია ხალხო, როგორც ნიკუშამ გააკეთა. რა ჰაეროვანია. ეხა უკვე შეფ კონდიტერი მიშა. დღეს იაკამოზის პროდუქტებს ვერ ვიყენებ, მაგრამ მე მგონი მირთმევა მაინც შემიძლია და ჩემს საშაურმეში წაღება, იმიტომ რომ იქაც ამას ვიყენებ სხვათა შორის და ჩემო ბისკვიტი უნდა იყოს სველი, ჰაეროვანი, არ უნდა ჩაგივარდეთ. რო ამოვა 20 წუთის მერე არ გამოაღო ხუმელი, იცოდე. ეს ტიპი არის ჩემგან. დაუიც დღეს კონკურენტი გამოუჩნდა აპარატის სახით. გამოდის ძალიან კარგი ეს ვანილის კრემი გაბერდა, მოდის უკვე გადმოდის და ხვდები რომ რაღაც არასწორად არის, იმიტომ რომ მასტერკლასი აშკარად ესე არ მოხდა. ეს რა არის? მე მგონი ვიქტორია უკენჩა. ვიქტორია შეთავში არა. ვიქტორია არის გარედან. დადუსაც შეეშალა თავისი კრემი. კაი, თავიდან გავაკეთე. შეიძლება დაბნეულია, ცოტა აჭრილია. თავიდან ვაკეთებ შიგთავსის კრემს, ავირიე ქვილებში. ხო რა, მე რო ეს გამეკეთებინა, ნუ რა თქმა უნდა სალაპარაკო არ გამოერეოდათ. მაგრამ ნუ დადუს დაემართა და დადუ ღმერთია რა. შეცდომა დაუშვი. ჩვენს მოგდის შეცდომები. ემო ძალიან კაია. ძალიან. ურა გემრიელი. გამომივიდა იდეალური, რა თქმა უნდა. ეს უკვე უნდა ქონდა ამოყვანილი. აჰა. კარგი. სო, განები, აღარ უნდა, სო. ნიკუში ესეც საყვარელია, რომ ყველაფერს გვეხმარება რა. ყველანაირად ცდილობს, რომ ყველა ინგრედიენტი გამოვიდეს ძალიან კარგი. მალე, ცოტა მალე. გაია. ეგა. წარმატებ. დიდი მადლობა. ბისკვიტის მასა შეხედე როგორი კარგი არის. ჩახედეთ. იდეალურია რა. თავარია არ გაგეცეს დრო. გაიცნე დრო. დანიშნული მაგ დროს. ეხლა უნდა გამოვიყენო მასტერ მარტინის კაკაოს კრემი. დაახლოებით 50 გრამი. ჩვენ უკვე გადაგვაქვს ჩვენი ბისკვიტი ფორმაში, ბისკვიტის ცომი. საცხობი ფორმა არის ამოტრიალებული პირიქით და რა თქმა უნდა პლატფორმაა შექმნილი, რაზეც უფრო მაღლა საცხობი. მიდი. ხილად. ნელა. სო, ნახე გვერდები გავუკეთე? ეგა, სო, შედგით. ჩქარა. ო, კაია. ეგრევე დაკეთე. დაინიშნე დრო, ბისკვიტები არ დაგეწვათ. გადაურიე შოკოლადის მასა ჩემ კრემს, რომ მივიღო შავი კრემი რა. ვანილის კრემი ზად არის, შოკოლადის კრემი ზად არის. გადაგვაქვს საკონდიტრო ტომარაში და შევინახავთ მასივაში, გავაყოვნებთ რაღაც პერიოდით. ჩვენი კრემი იდეალურია უკვე. გავალღეთ შოკოლადი, რომელსაც ეხლა ცოტას გავაგრილებთ და 50 გრამს აი ამ კრემის ნახევარს გავუკეთებთ. მომზადა ეს კრემი და მე მგონი მართლა შეფ კონდიტერი ვარ ხალხო. ყოჩა. აი შანსია რა. რატო? სამაგა. მოდი აგასინჯე. მიშა იქიმ. გასინჯე ხა ეს თუ კარგია, მე წავალ გადაცემი და დაჩიშენ. მიშა იქიმა. აიღო და ძალიან ბევრი ვანილის ექსტრაქტი. მათა! ეხლა მიშა იქიმი აიღებს და გააკეთებს ძალიან ადვილად. ამოიყვანე ვიქტორია იგივენაირად და გადავრი ეს კრემი. ვიქტორია ვინ არის? ვიქტორია არის ეს. ჩვენი მოსართავი კრემი. ხალბატონი ვიქტორია. ქეთუნა მეთქი ქვილია ეს საყვარელო ვიქტორია არავინ არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. როგორც მითხრა ისე გავაკეთე, მე პრეტენზიები არ მიიღება ხალხო რა. თელი ცხობის პროცესში ვიძახი რომ ეს ბისკვიტი არ გამოვა. ეთყობა აშკარად ფერზეც, სტრუქტურაზეც ერთი შეხედვით რომ ბისკვიტი აშკარად არ გამოდის. ეს ჩავარდება. გოგო ძალიან ამოსულია, ზემოთ ურტყავს იმას, რა გჭირს ეს ჩვენი ბისკვიტი. მაგრამ რა ასე მაღალზე რატო აქვს შედებული? ნუ ამბავი ატყდა რომ იწובה. მეშინია ზემოთ არ მიედოს და ის მიედო უკვე და დამწრისუნი აქ იმას და რა წეღა რო თქვი ეს ერთი დაბლა ჩავდოთ ხო არა შუაშიო და ეს ხო მაღალია რა გოგო მოდი რა არ გამოახო არ ვაღებ მომისმინე მე ხარ არა მომისმინე რომ მომიცემინე საყვარელო აი რა უნდა მოგისმინო მე ხო უკვე თვიცი ხა სად შედეს და სად არ შედეს ხედავ რომ ეს თავი მაღლაა და ბისკვიტი რომ ამოვა მიედება
ამ გასკურას და დაიწვება. მარუსა სუშარზეა. ან დამწორია ის რა შარზე. შარზე მე კი არ ვარ, გოგო, გეუბნები, იწვება, ეგრე უნდა შეგეძლო დაბლა. არაფრისგან ქმნი იმას რა ქვია, აი რატო ქმნი ვერ გავიგე. ძალიან კარგი საყურებელი ყოფილა, სხვისი ჩხუბის ყურება. არა, დაბლა უნდა idos, იმიტომ რომ იწვება აი მარუსა, აი. თუ არ იცი რაღაც არაფერი არ უნდა თქვა ჩემი აზრით. შეთქო թե არა ის კი არა, თქვენ არიყავით იქ ვერ გავიგე. ნუ ატყდა ერთი ამბავი, რომ გინდა თუ არა გამორთოთ ეს ღუმელი. არა და დრო არ არის 30 წუთი გასული და ზუსტად ვიცი რომ 30 წუთიც არ ეყოფა. ჰე, აქეთი, აი იქით თითქოს მე ვარ აქ პასუხისმგებელი და ვერ გავიგე. თუ ხედავ რომ დამწორია, გათიშე რატო არ თიშავ? გოგო, მაგას არ ვამბობ, წეღან. ეს იდეალურია რა გინდა ვერ გავიგე. იდეალური ბისკვიტი არის. ჯერჯი რატო გამოაგეთ ეგრევე? 2 წამი უნდა იყოს შიგნით. არ შეიძლება შეიძლება ჩავარდეს. მაკლია ცოტა, ხო? ბისკვიტი არ არის გამომცხვარი შიგნიდან. შედევე კიდე. 30 წუთზე შეამოწმეთ ბისკვიტები, არ დაგეწვეთ. საცხობი ფორმა ხო არის ამოღრმავებული. ეს იდეალურია ხალხო. იდეალური ბისკვიტია. რა ხდებაო? მეკითხებიან და უპასუხობენ ლაპარაკი დამაცადე კულტურა ელემენტარული რა. აი მე მარუსკა კულტურას მე ვერ მასწავლე ჩემო საყაროს ძალიან. ფაქტია, ლაპარაკს არ გეტყობა უბრალოდ არაფრისგან ქმნი. ტრაგედიას თან კამერასთან და ვერ გავიგე. ისე უკან ყველაფერი კარგათაა და კამერასთან რატოა პრობლემა? ანუ მე შენ არც გელაპარაკებოდი იდეაში, ისე მომვარდი. ლაპარაკები და მიკადრე. ჩემი გუნდის წევრები ჩხუბობენ, ერთმანეთს უყვირიან, მეთქი სტოპ რა ხდება. ზად არის რატო გამათიშე? ვინ გაგათიშინა მარიკამ გათიშა, გოგო, მე გადავედი. ხო, ამდენი ხანი მეკამათება რომ გათიშეო. გათიშე თქვა არ მithქვას. გათიშე და რატო გათიშე? ისა რატო არ არის ზადო? ეგეთი რა გაგიგია? გათიშე არ მithქვამს, გოგო, დაბლა უნდა შეგვედო თქო. არ აქვს მნიშვნელობა ვინ თქვა გათიშეო, თეაუბნო ჩა. რა თქმა უნდა, ტემპერატურა სწორად არ ნაწილდებოდა, ვერ მოასწრო გამოწყობა ფიზიკურად. ანუ არაფერს არ აკეთებ ადამიანი და კიდე პრეტენზია გაქვს. არ არის სწორად შედგმული ეს. ანუ დამწორია ეხა ეგა. მარუსა რო იცოდე ზოგადად ღუმელის ამდენჯერ გამოღება არ არის კარგი. აი მარუსა, თუ იცოდი რატო არ თავდი, რატო უშლი მთელ გუნდს ხელს? ამ კარგი გავიგე რომ ვიღაცამ თქვა რომ გათიშეო. ვის უშლი ხელს? აღარ მოვდივარ ახლა. გავიგე რომ ვიღაცამ თქვა გათიშეო. ხო, მაგრამ არ გამითიშავს მე და რა ვიცი მე ვინ რა ხარ. ეს იმედია მარიამი დატოვებს Pro X. როგორც კი გამოვაღეთ ბისკვიტი, ჩავარდა ორივე. არი ნერვიულოდ. თქვენც ხომ უნდა წავაგოთ. ბისკვიტი გამოგვაქვს ღუმელიდან, ვამოწმებ. აი, უნდა კიდე, ცოტა უნდა. და ისევ არ არის ბისკვიტი გამომცხვარი და ვაბრუნებთ უკან. განერვიულებული ვარ, სადაც ველოდები იქნებ ეს მაინც გადარჩეს, ის ჩავარდა. არის რაღაცები, რასაც თავისი საზღვარი აქვს. ერთხელ, ორჯერ, მაგრამ ხა ამდენჯერ ვაგრძელებ რეპლიკებს, უკვე მგონია რომ გუნდურობასთან ამ ყველაფერს კავშირი არ აქვს. იმდენად ჩავარდილი ბისკვიტი გამოუვიდათ, რომ შეუძლიათ რომ დაждდეთ და ჩამოსრიალდნენ. მაგასაც გაჩვენებთ რა. ან შენ ჩამოგასრიალებ პირველს გიო. მანამ დავაგემოვნებთ ჩვენს ქვეყანას და ჩავიტყვარუნებთ პირს. პირს რო შევჭამ, იმედია ესეთი მწარე ენაც აღარ მექნება. აი ეს სიწვის, აი. საბოლოო ჯამში ბისკვიტები არ გამოვიდა ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მაცივარში ჩქარა შედგით. საყინულეს ჩადე. ის არის იდეალური ბისკვიტი. სამი გამოვა, კაცო, ჩვეულებრივად. ის ნახე პროსტო შედი რა მაგარი ბისკვიტი. კაია, კი. ეხა ამაცას რაც შევხედე, ბევრად ჯობია. არა, ბევრად ჯობია, იმაცას ჯობია. აი ეგ არის აღო. კაი, მამა. ძალიან სწრაფად მოგსაყინულეში იმისათვის, რომ მოასწროს კარგად გაციება. ზად არის. რა, ხედა მამას? უნდა. ჩადი და ზემოთ იყოს. ბიჭო, ბოლომდე გამომშრალი ხო არის? ჩადი, დრო გვაქვს, ჩადი. ხოძია, ბიჭო, 50 წუთია დეს. ხალხო, იმენა სველი ამოდის. ჰა? კრემი ამოდის. ნელა, ბიჭო, ნელა. ამ ბისკვიტებიდან მე ვიღებ ჩემ თავზე რომ აი სამ ფირფიტას ამოვიყვან. აბა მიდი, მიშა. როგორ დაჭრა ბისკვიტი? ნუ მე გაოცებული ვარ, მართლა მიშა, ბრაო. და ეს ჩემი გუნდის წევრებიც, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს, რა თქმა უნდა, გან და მიყურებენ რომ აბა ღმერთო მიშა თუ გვიშველის. და რეალურად უშველე მართლა, იმიტომ რომ ორი ჩავარდნილი ბისკვიტიდან სამი კარგი ფირფიტა ამოვიყვანე. დავიწყეთ დაკრემვა. გიორგი ჭრის ამ ჩვენ ბისკვიტს და ვხედავთ რომ გამოცხობა ცოტა აკლია. დავაი, მე ნაგიტყიალებ შენ იმასკენ. ნელა. არა. ეგ არის.
გადაუსვით. აღარ უნდა ბიჭო. ძალიან ცოტა დროზე ვიწყებთ უკვე მორთვას. ცოტა. მომეცი მე ვიზამ ამას უძალო. და ამით უნდა გაილესო, სად არის დანა? მეტი კონფლიქტი აღარ მინდა, მაგრამ რასაც რთავენ და ვუყურებ, საშინელება ეს რა არის. საკონდიტრო ტომარას სიჩქარეში მოვაჭერით თავი დიდი, რის გამოც ძალიან ცუდად და სკლად მოდის კრემი. ნენელა ვატყობ, რომ კრემი მითავდება და ტორტის ნაწილი რჩება მოსართავი. ჩვენი ტორტის ვიზუალზე ვფიქრობ, რომ არის კარახი კატასტროფა. ამ ბისკვიტების გადამკიდეთ. დრო ისე გაგვეპარა, რომ აი დავიწყე მორთვა, ანუ მინდა რომ ლამაზი გამოვიდეს, გავხედე დროს და ხვდები, რომ ანუ სიჩქარე ჭირდება. სოფელში რო ღობე არის, ხო იცით? თითო ღობე ჩავარდნილი რო არის. აი ეგეთი ტორტის მორთვას ცდილობს გიორგი. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, ჭიშკარიც დატოვა ღია, რაღაც ნაწილი ტორტის არ არის მორთული. ყოჩა გიორგი. სუდატა. ერთხელაც გაატრიალეთ ხო რა, ერთხელაც რა, ერთხელაც. მაშასე, თქვენი საათი და 30 წუთი ამოიწურა. პირველი იქნება ყვითელი გუნდი, ვინც ბაჩვენებს თავის სადღესასწაულო ტორტს. გავდივართ მე და დავითი ჩვენი სადღესასწაულო ტორტით, რომელიც გამოიყურება საშინლად. ტორტი ტორტს არ გავს. კრემი არ ეყოთ, რომელიც გამოვიდა. საერთოდ რას გავს ეს ტორტი? რაღაც ნაწილი კრემის ერთ მოძრა ჩემი დატრიალების დროს. ჩქარა თუ დავატრიალებთ არ გამიშტენ. მე დავატრიალე ცოტა ხნის წინ ჩქარა და ის კრემი გაფრინდა. შიგნით რაც აქვს ის კრემი გამოიყენეს გარეთ. კატასტროფა. ნიკუშა. ვიზუალი რამდენად სადღესასწაულოა თქვი. მე მგონი ის არა ვანახე. ხო და მალახე რა შენ რა გააკეთე რა მე არ მინახავს რა. არა სურათი არ და სურათი არ გააქვს. არა, ნუ როგორ არ გწხვენიათ? მე არ დამინახე ასეთი ტორტი მახინჯი მტემ ცხოვრებაში. რა გამოვიწერეთ და თემუდან რა ჩამოგვიერა. ესე თემუ შეკვეთა არის ტორტი. იქაც არანაკლები გაქვს თქვენ. იპოვეთ 10 განსხვავება? არა, 10 არა. მინიმუმ. 220. მინიმუმ. აქ რა ხდება? მეჩხერი კბილებია? ჩემ მოცემულ დავალებაში იყო ის ერთი ნიუანსი, რაც ძალიან უნდა გაგეთვალისწინებინათ, რაც იყო ტომბრის სწორედ გადაჭრა. ეს ნიუანსი თქვენ ვერ გაითვალისწინეთ. თქვენ ტომარას ძალიან დიდად მოაჭერეთ თავი და ძალიან ბევრი კრემი წავიდა თითოეულ ხაზზე, ვიდრე სჭირდებოდა და დაგვრჩა, ამიტომ ეს ტორტი ესე პირღიად. პირღია და მეჩხერად. მოკლედ სტომატოლოგთან არის წასასვლელი აშკარა. დღესასწაული ჩემთვის არ მოაქვს. შენ არა, შეიძლება ჰელოვინზე იმედია რომ გემო მაინც მოგვიყვანს სადღესასწაულო ხასიათზე და იმედია გემოს ნიუანსებში დაუჯერეთ ნიკოლას. მე მაგას ვერ გავჭერით ხა, როგორ გავჭრა ეს? ვერც ავთო ვერ გაჭრს მაგას. მოდი იმან გაჭრას არ შეიძლება. გავჭრი მე ნერვიულე. ათუ მართლა თუ არ გაჭრი. მართლა გაჭრი. ნიკუშა ეს ხა ჩუმად მეუბნება რომ მე ამ ტორტს არ გავჭრიო. არავითარ შემთხვევაში ხელს ვერ დავაკარებ. ვერ იმას ვიზავ, წავიბილწავოთ, ამიტომ მე მომიწეს. ეგ ტორტი უნდა დაიკალას. შენ გაჩუნდი. ამას შეიძლება ყასაბი, კონდიტერი კი არა. აჰა. კაი, მეორე ნაჭერი. არა, ნუ არ იშლება ეხა ეგრე რა, ობიექტურობისთვის, აჰა. ნუ, დედასპიცა არ იშლება, აჰა, მესამე ნაჭერი. ხადას გავს არა? და არ იშლება, აჰა. შიგნით ხადასავითა. ეგ შენ მოყევი, რას გავს? რა უკე? როგორც ხედავთ, ბისკვიტს აერაცია აკლია და გამომუცხვარი არის. აი ეს არის, აი ეს ნაწილი არის ჩაწონილი. აი ეს.
ძალიან მორცხვად ვდგავარ, როგორც ყოველთვის ჩემი გუნდელების გამო, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში არ მისმენენ. მზად არის. რა, ხედა მომას? უნდა. ჩადე და ზემოთ იყოს. ბიჭო, ბოლომდე გამომშრალი ხო არის? ჩადე, დრო გვაქვს, ჩადე. ხოძია, ბიჭო, 50 წუთია დევს. კრემი სტრუქტურულად კარგი არის, მაგრამ არის უფრო ნაკლები, ვიდრე უნდა იყოს. შიგთავსი უნდა ყოფილიყო იმ ზომით ჩადებული, რამხელაც არის ბისკვიტი. ძალიან ნაკლია, გეგონება მარტო ბისკვიტის ჭამო. კრემები არის კარგი, ოკეია კრემები. უბრალოდ ცოტა არის და აკლია და არ შედის იმ ბისკვიტის ტანდემში კრემი არანაირ შემთხვევაში. თუ ყველაფერი არ შეასრულე ისე როგორც ნიკოლოზმა გითხრათ, ირღვევა ჯაჭვი, რომელიც მე აუფასურებს იდეალურად მომზადებულ ყველა კრემს და მთლიანი სურათი ირღვევა და გამოდის ცუდი ტორტი. ესაა ცუდი ტორტი. არ გვეკადრებოდა რა. ალბათ გადავარ ინდივიდუალურ შეჯიბრებზე და გიორგის ლემზარელოს 20 ჩავისვა ჯიბეში. უკანაში. თვითონ ვანილი კარგად გამოიყენეს კრემში და ეს ციფრები ეთყობა და ეს აი მაგის გაგება მინდოდა შენგან. ეს ჩემი suggestion-ი კარგად აიღეს და იხმარეს. ხო. ერთნიშნულოვნად კრემი არის კარგი და ბისკვიტი არის ცუდი. ერთადერთი რაც ვარგა არის კრემები, რომელზეც ვიმუშავეთ მე და დადუმ. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენ ადგილს. მადლობა დიდი. დადგა დრო მწვანე გუნდის ტორტი, იგივენაირად შევაფასოთ როგორც ყვითლების. ამიტომ ვთხოვთ გამობრძანდეთ მარიტა და მარუსა. გავდივართ, გაგვაქვს ჩვენი ტორტი და რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი ტორტი და როგორ უნდა გქონდეს საერთოდ რამე ნორმალური შეფასება არ ვიცი. ჯერ ვიზუალი. ტორტი სამხრეთისკენ არის გადახრილი. ესეც მეჩხერია. ვიზუალი თქვენის კოშმარი არის. 6 წლის რომ ვიყავი, მაშინაც არ გამიკეთებია ეგეთი საშინელება. ჩემი აზრით არის, ნახე როგორ ისეთი ის კრემი იმათი იყო ერთგვაროვანი. ამათი კრემი არ არის ერთგვაროვანი. ეს რა მოხდა? მეტად გადატვიფეს. გადატვიფეს? დაახლოებით 1 წუთის მაგივრად 4-5 წუთი ატვიფეს ეთყობა. როგორც ჩანს. მოსართავი კრემი არა ერთგვაროვანი. და გადატვიფე. აჭრილია, შეიძლება ითქვას გადატვიფელის არ ქვია ამას. ისე მეკავჭირა თუ ან როგორც ხედავთ ვანილი აკლია. კი, მაგის თქმა მინდოდა. ნიკუშა ამის გაჭირას გეშინია? არ გაშინებთ? მე არაფერი არ მაშინებს. საერთოდ. დედამიწის ზურგზე. აბსოლუტურად. აი გასაფორმებელი კრემი წამოყვა და ბისკვიტი ჩამოიშალა. ეს იმიტომ მოხდა, რომ რაოდენობის კრემით არ შემოლესეს, ამდენ საჭიროა. ხო, ბისკვიტი იშლება დაჭრის დროს ძალიან ვცდილობ რომ არ დამეშალოს, მაგრამ არ გამოვდის. ვაიმე, აი ნახეთ. ჩინური ტორტი გამოვიდა. Overcooked არის, ჩვენი ხო undercooked იყო და. მარუსას რო არა ეტეხა ეს ამბავი, ზუსტად ვიცი, რომ ეს პრობლემა არ შეიქმნებოდა და გვექნებოდა ბევრად უკეთესი ტორტი. ბისკვიტი იშლება, რაც სუდია, დართულად გადმოსაღები ხდება. ეხლა ვნახავთ გემოს. ვანილის კრემი არაა ცუდი. შოკოლადის კრემიც ოკეია. თქვენ ვერ ამოიყვანეთ თვითონ ბისკვიტის მასა. ნამდვილად ბისკვიტი უფრო გამომცხვარია ვიდრე იმათი, მაგრამ იშლება. ამ ჩაშლაში ვერ ხვდები რას ჭამ. კრემი, ნახე, კრემი არის ხაჭო. მოსათავი კრემი არის გადათქვეფილი, როგორც ნიკუშა მითხრა. შიგთავსისაც მე მგონი რაღაც კორკოშელები აქვს. კი. კრემი არ არის ბოლომდე ჰომოგენიზირებული და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ მასა შიგნით, რაც ბოლოში ხდება კრემში. ერთი ვინმე მითხრას ჰოლოგიზერე როგორი? ჰომოგენიზირებული. მე ჰომო საპიენსი ვიცი მარტო. რა არის ჰომო? არ არის კარგად შექმნილი, ანუ თავიდან მიხარი ჰომო დავიმახსოვს. ჰომოგენიზირებული. ჰომოგენიზირებული? მოკლედ არ ვიცი რა, არც ერთი ტორტი თახტოვანებული არ ვარ. ტორტს ვეღარ დაარქვევ ყველაფერს, ბისკვიტი გაქვთ გადამწვარი, ცოტა დამწვარი კიდევა, ჭამის დროსაც მოყვება ეს და იშლება, აი, ხვიერია ძალიან რა. ბისკვიტიც დამწვარია. შიდა კრემის ფასიც დაკარგულია. ანუ პროდუქტს გაუფუჭეთ ყველანაირად, ხასიათიც, გემოს, სტრუქტურაც. მადლობა, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენ. ჩვენ სულ მალე გავიგებთ, რომელი გუნდი გაიმარჯვებს და ვინ დაგვტოვებს წესს. ორივე იყო კოშმარული ტორტი. ესე დავიწყებ. ჯერჯერობით გაურკვეველია რომელი გუნდი გაიმარჯვებს. ხობედა ღია ჭიშკარი თუ ქარდაბერილი ტორტი და კრემის ხარჯზე. კრემების. ხო, კრემების ხარჯზე.
დღეს გაიმარჯვა ყვითელმა გუნდმა. ნუ გადავარჩინებთ ჩვენი გუნდი მე და ნინამ, რომ კარგი კრემები გავაკეთოთ. ეხლა რაც შეეხება მწვანე გამარცხებულ გუნდს. თქვენგან დავასახელებთ 3 აუთსაიდერს და აქედან ერთ-ერთი წავა სახლში. შეიძლება რომ რაღაც თქვა? არა. პირველი აუთსაიდერი არის თეა. დღევანდელ ტურში კრახით დამთავრდა დიდი წვლილი მეუძღვის მარუსას. სამწუხაროდ ესეა. მეორე აუთსაიდერი არის მარუსა. ჩემი აზრით მე თეას გამოვდგავარ აუთსაიდერებში, იმიტომ რომ კონფლიქტი წამოიწყო ისეთი, რასაც საერთოდ აზრი არ ქონდა, ან რატო წამოიწყო, მაგასაც ვერ მივხვდი. მარუსას და თეას მხარს დაუმშვენებს შლომო. დღეს პირველად მოხდა რომ თქვენ ჯგუფში მოხდა კონფლიქტი. და ახლა მე აღმოვჩნდი თეას გამო აუთსაიდერებში. ხო და სხვათა შორის მე მგონია რომ ამან დადო თქვენ ეს შედეგი, იმიტომ რომ თქვენ ორივე რაღაც ჩართული აქტიური მოთამაშეები ხართ და თქვენ ორ შორის გაუგებრობა მოიტანა ის რომ ბისკვიტის ბოლომდე არ გამოვიდა და კრემის საერთოდ არ გამოვიდა. ეხლა ხვდები როგორ ერთობოდა მწვანე გუნდი ჩვენ როცა ესე ვჩხუბობდით და ეგრე განაგზეთ მეგობრებო მე ვამაყობ თქვენით. ჩემო გადასარევო, ჩემო ცისფერ თვალება, ჩემო სიმპათიურო და გადასარევო ბიჭო. დღეს რატო არ გააკეთე არაფერი? შლომო, საერთო სურათში გუნდურ ჩართულობაში შენ იყავი ამოვარტილი და რაშიც იყავი, სამწუხაროდ ეგეც არ გამოვიდა, ხო? და ეს ჯაჭური რგოლები ერთიც რო გამოაგდეს, მერე იშლება ყველაფერი. და ეგრე დაიშალა ის ტორტიც. დღეს პროექტს დატოვებს მონაწილე, რომელიც ყველაზე ნაკლებად იყო ჩართული და ეს არის შლომო. შლომო, მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. დღეს ის დღეა, როცა უნდა დავტოვო. და დღეს მე მივდივარ სახლში. უბრალოდ ისე მიყვარხარ, ისე მომწო ხარ. ძალიან ისეთი ბიჭი ხარ. მადლობა. ვარსკვლავი ხარ, ნამდვილი. მადლობა. მიხარია რომ გაგიცანი. მიხარია რომ გხედავ და იმედია რომ ამითია არ მორჩება. მე და შენი სიყვარული. რომ აქ ხველა. ეს არის შეფების ლიგა ოჯახი. ხო ეს საყვარელო. და რომ ხველა აქ ვიქნებით ბათუმში. მოდი ჩემი რესტორანი. მოდი ჩემი სახლი არის თქვენი სახლი. აუცილებლად. შლომომ დაგუტოვა, რაზეც ძალიან გული დაგწყვიტა ყველას. დრო იყო უკვე. ჩემო საყვარელო ბიჭო, ჩემო ვარსკვლავ და არაჩვეულებრივი. ისეთი ბიჭი ხარ უფი, მე პირდაპირ მე ამაყებ. მადლობა. ხველა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით შეფ კეთი. სამწუხაროდ შლომა მიდის და ჩვენ ძალიან წდება გული. ძალიან ძალიან დიდი მადლობა რუსთავიორი ამ ყველაფერისთვის, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო არხი, ეს არის ოჯახი. შეფების ლიგის სპონსორია საკონდიტრო და გასტრონომიული ინგრედიენტების შოურუმი და სუპერმარკეტთა ქსელი ბონასერა. თქვენი გზამკვლევი გემრიელ საქმიანობაში. გადაცემის სპონსორია ნინჯა. ნინჯა, მიიღე მეტი. გადაცემის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. იცხოვრეთ ტკბილად, ტკბილ ქვეყანასთან ერთად. გადაცემის სპონსორია ფრეკენბოკი. შენს ხელშია ყველაზე მნიშვნელოვანი, საიმედო, სათუთი და მზრუნველი. ფრეკენბოკი, ოჯახზე ზრუნვა შენს ხელშია. შეფების ლიგის სპონსორია იაკამოზი, ნამდვილი საფლური გემო. ნიკუშა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო დღე იყო. ძალიან და მამის დიდი მადლობა. ბევრ ახალ პროდუქტზე გავიგე და დიდი მადლობა ჩემო ოქრო ჩვენთან მოგზაურობისთვის. იმედია რომ ისევ გიხილავ. უღრეს მადლობა, ჩემს ზედმეტად თქვენთან დგომა და მიხარია რომ ესეთ კარგ ვარსკვლავებს ხედავთ, ხო? გარემ დააგვირგვინე. არა, შენი ძაღლი ამას კარგად. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 23 საათსა და 00 წუთზე რუსთავი 2-ს ეთერში.